მოგეხსენებათ, რომ ჩვილის პირველი კვილი ოჯახში ყოველთვის პატარა დღესასწაულია. თითქოს ამ პატარა კვილთან ერთად ბავშვი კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს სამყაროსკენ. მაგრამ ამ სიხარულს ხშირად თანსდევს უამრავი უცნაური რჩევა, დაუდასტურებელი მითები და მშობლების მიერ გათენებული ღამეები. ხან ტემპერატურას აბრალებენ კვილებს, ხან სახიფათო საშუალებებს აძლევენ ბავშვებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ასე ურჩიეს. ჩემი შვილი 10 თვის არის და ჯერ არც ერთი კვილი არ ამოსვლია. უნდა ვინერვიულო? ჩემს მსგავსად არაერთი ახალბედა მშობელია, რომელსაც უამრავი შეკითხვა აქვს ამ მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ. დღეს ჩემი რუბრიკის ფარგლებში, რომელიც ერთგვარად გზამკვლევად იქცა ორსულებისა და ახალბედა მშობლებისთვის, კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემას განვიხილავთ. პირველი კვილი, რა უნდა იცოდეს მშობელმა? ჩვენს კითხვებზე პასუხს დღეს მოვისმენთ ბავშვთა ექიმი ორთოდონტი თერაპევტი ელენე ხარაშვილისგან დილა მშვიდობის. მოგესალმებით. მადლობა თქვენ დროისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მივესალმები მაყურებლებს. ჩვენი თეოს ნიკოლას უკვე ყველა კვილი ქონია, თუმცა გავიარეთ უკვე ჩემო შვილმა გაიარა უკვე ეტაპი. მინდა ვთქვა, რომ არ იყო ეს პერიოდი ისეთი რთული, რომ მისთვის რაიმე საშუალება მიმეცა, თუნდაც გამაყუჩებლად, რასაც ხშირად აკეთებენ ხოლმე მშობლები. და ძალიან კარგი პედიატრის წყალობით გქონდა ის რჩევები, რომ ეს ტკივილი არ არის ისეთი, რომელსაც ვერ უძლებს ბავშვი. და სწორედ აი ამ სასარგებლო რჩევებს დღეს ელენე გაგვიზიარებს ჩვენ და მე ვახსენე, რომ 10 თვის არის ჩემი პატარა და არც ერთი კვილი არ აქვს. მოდით ვთქვათ ვადები, როდიდან იწყებს ჩვლის ცხოვრებაში კვილების ამოჭრა და რა ვადა ითვლება უკვე დაგვიანებულად. დავიწყოთ ამოჭრის ვადებით და საერთაშორისო გაიდლაინებით ამოჭრის ვადები არის 6-8 თვე. 6-8 თვე ეს არის პირველი საჭველი კვილი ქვედა ყბაზე. შემდგომ ამოდის ზედა ყბაზე, ეს არის უკვე 10 თვე და იმის შემდგომ უკვე მიყვება კვილები რიგითობით. 3-4 თვის შუალედით. ბოლო ამოდის უკვე საღეჭი დიდი კვილი, რომელიც დროსაც უკვე ბავშვი საკმაოდ დიდი ასაკის არის. დაახლოებით 25-30 თვის ვადაზე ამოდის. ის რაც თქვენ გაწუხებთ ნინი, საერთოდ არ წარმოადგენს შფოთვის მიზეზს. 6-8 თვე ეს არის სტანდარტული მოცემული გაიდლაინი, რაც იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ამ სტატისტიკაში უნდა ჩავჯდეთ. თუ ამოდის 4 თვეზე, ითვლება ადრეული ამოჭრა და თუ ამოდის 6-8 პლუს რამოდენიმე თვე, ეს რამოდენიმე თვეც არის პლუს-მინუს 4-5 თვე. ეს ითვლება დაგვიანებულ ამოჭრად. რა შეიძლება ველოდეთ? არაფერს, გარდა იმისა, რომ თუ თქვენი შვილი მივა პირველ კლასში და მის კლასელებს ყველას იქნება უკბილო ღიმილი და მას ღიმილიანი, იქნება უხერხულად და იკითხავს, თქვენ უბრალოდ ეთქვის, რომ მას გვიან ამოეჭრა კვილები და თუ ადრე, ცოტა ადრე მოიცვლის. მაგალითად 5 წელზე იცვლება, რომ ადრე მოიცვალა, იმიტომ რომ 4 თვეზე ამოუვიდა. და თქვენი შვილი შეიძლება მოიცვლდეს 6-7 წელზე. ამიტომ ეს არ არის არანაირი შფოთვის მიზეზი. ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ კვების ტიპს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და კავშირშია იმასთან, თუ როდის ამოვა ბავშვს კვილი. მაგალითად, ვინც ბუნებრივად, ანუ ძუძუთი იკვებება, მისი ვადები განსხვავებულია იმ ბავშვებისგან, რომლებიც ხელოვნური ნაზავით, რძის ნაზავით იკვებებიან, ვინაიდან ის გაჯერებულია ყველა იმ ნივთიერებით, რაც აუცილებლად უნდა მიეწოდებოდეს ბავშვს. ეს მითია თუ რეალობა? ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ყბაკვილთა სისტემის განვითარებისთვის, იმიტომ რომ ძუძუთი კვება სჭირდება მეტი ძალისხმევა და კუნთური მასის მეტი გამოყენება. ის რომ მინერალები სხვადასხვა შემადგენლობით არის, ეს არ გულისხმობს კონკრეტულად იმას, რომ მაგალითად ხელოვნურ საკვებს იღებდა და რახან იქ მინერალი მეტი იყო, ადრე ამოვიდა. არა. უბრალოდ ძუძუთი კვებას, რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ აქვს და იმის გარდა რომ რძის შემადგენლობა დედის არის უნიკალური, ასევე ავითარებს ყბაკვილთა სისტემას და კუნთებს. ამიტომ აი შემდგომში ორთოდონტიული პრობლემები უფრო ნაკლებად შეექმნება იმ ბავშვს, ვინც ძუძუთი იკვებება და უფრო მეტად ვინც ხელოვნური საკვებით, იმიტომ რომ ბევრად მარტივად იღებს საკვებს და არ ჭირდება კუნთს. და ბევრად უფრო ადრე იწყება ხომ ბავშვის ცხოვრებაში, ესე ვთქვათ, კვილების ჩამოყალიბება და ეს ხდება ორსულობის პერიოდში. ვისაუბრეთ აქვს, რომ ორსულობის პერიოდში დედა ვთქვათ იკვებებოდეს სწორად, იღებდეს ვთქვათ, მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტებს. ბავშვის ჩანასახის პერიოდში როგორ ვითარდება შემდეგ უკვე მსარძებე კვილების ამოჭრის ეტაპი? ძალიან საინტერესო შეკითხვა, ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე კადრს მიღმედამ. ორსულობის 6-8 კვირაზე ხდება პირველი კვილის ჩასახვა.
და სწორედ დაგეგმილ ორსულობას იმ დანიშნულებას, როგორც აღნიშნეთ, ექიმი რასაც უნიშნავს პაციენტს და არა გადაჭარბებულ მედიკამენტებს, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ორსულობის დროს მიმდინარე ტოქსიკოზებს ძალიან კარგად ჩანს პირის ღრუში შემდგომ ბავშვის, იმიტომ რომ სარძევე კბილი 20-ვე ჩაისახება ორსულობის პერიოდში და როდესაც ხდება მერე უკვე დაბადებიდან 3 წლამდე ხდება ყველა კბილის ფორმირება, მხოლოდ მერვე კბილების ხდება 7-10 წლამდე. ეს მნიშვნელოვანია, რომ ორსულმა იცოდეს, რომ როგორი მნიშვნელოვანია მისთვის კიდაც პატარა მინერალის დეფიციტი და რანაირი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს კბილებს. ამიტომ ორსულობის დროს ჩვენ ბავშვის ჯანმრთელობას ვამოწმებთ გულის ცემას და მისი ორგანოების აგებულებას, მაგრამ ვიცოდეთ, რომ მას უკვე კბილებიც აქვს და როცა გაჩნდება და ეჭრება, ეს კბილები ფორმირდება. და თუ დააკვირდებით ჩანასახები როგორ არის სარძევე კბილის ზემოთ არის მუდმივი კბილის ჩანასახებიც. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სარძევე კბილის ჯანმრთელობა. სარძევე კბილს მიიჩნევენ დროებით კბილად. ამ დროს მის ჯანმრთელობას აქვს ძალიან დიდი გავლენა, როგორც სწორკვებაზე, სწორ დიქციაზე და მეტყველებაზე, ასევე ყვაყბილთა სისტემის ჩამოყალიბებაზე, მუდმივი კბილების და ყბების განვითარებაზე და ასევე დავდაჯერებულ ღიმილისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვისაუბროთ სიმპტომებზე. ხომ ბუნებრივია და ყველაზე ხშირად გავრცელებული სიმპტომი ალბათ გაგვიგია, რომ სიცხე აქვს პატარას და კბილები ამოსდის და ეს ნორმალურია. როგორ განვასხვავოთ, რომ იგივე სიცხე არის კბილის გამო და არ აგვირიოს რაიმე ვირუსში? კიდევ რა სიმპტომები უკავშირდება კბილის ამოჭრის პროცესს? ამოჭრამდე ალბათ მშობლები ბრძანდებით თქვენს და ყველა ვამჩნევთ ჭარბ ნერწყვდენას და ამასთან გამკლავება ძალიან გვიჭირს. ეს არის პირველი სიმპტომი, რომ უკვე ჩვენთან კბილები მობრძანდებიან. ამ დროს შეგვიძლია რომ ღრძილები მოვამზადოთ, ერთგვარი სილიკონის თითზეწამოსაცმელი ჯაგრისებიც არის, რომლითაც ჩვენ ვამზადებთ ამ ღრძილებს, ვუსუფთავებთ მათ, რომ მასაჟი მოხდეს, რადგან ამ დროს არის საკვები არაშერეული, ხო? ერთი საკვებია, რომელიც ღრძილებისთვის საკმაოდ რბილია. ასევე მნიშვნელოვანი არის როგორ გამოვიყენოთ ეს მასაჟორები და ტემპერატურა. ტემპერატურა თუ 10 და 38-ს ეს არ არის კბილების. თუ გაგრძელდა 2-3 დღეზე მეტი. და კიბილგამაყუჩებლად ვაძლევთ იმას, რასაც ვიყენებთ, ხო? პარაცეტამოლის ან იბუპროფენის ჯგუფს პედიატრთან შეთანხმებით. რა არის მნიშვნელოვანი? მალამოებს თუ უწევთ რეკომენდაციას, იმიტომ რომ ბევრი განსხვავებული აზრი მომისმენია გამაყუჩებელმა მალამოებზე, რომელიც აბუჟებს. თან სპეციალური თავაკი აქვს, რომელიც ბავშვს სიამოვნებს, როცა უსმევთ ხოლმე. აქ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი დაკვირვების ერთი მომენტი. არ უნდა შეიცავდეს ბენზოკაინს, ჩვენ შეგვიძლია ანოტაციაში წავიკითხოთ, ეს არის ტკივილგამაყუჩებელი. აქ ხო ჩვენ ხო ყველა მშობლები ვართ და ვიცით, რომ ოღონდ გაუყუჩდეს და 2-3 ჯერზე მეტს ვიყენებთ. და როდესაც ტკივილგამაყუჩებელი არის, ჭარბად მისი მიღება იწვევს შემდგომ ალერგიებს. ამას ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, რამდენჯერ წავუსვით ეს. ამიტომ მცენარეული და შემადგენლობით შესატყვისი უნდა ვიყიდოთ და კატეგორიულად იგრძელება ბენზოკაინის შემცველი გელი. თორე გელი შეგვიძლია გამოვიყენოთ დანიშნულების მიხედვით 3-4 ჯერ, მაგრამ არ უნდა იყოს ანესთეტიკის შიგნით. აი ეს არის სწორედ ალბათ ის წინააღმდეგობა, რაც აღნიშნეთ. ხშირად არის ხოლმე ასეთი რეკომენდაციები, სპეციალური სათამაშოები, რომლის ჭამაც უყვართ ხოლმე პატარებს, რომ გავყინოთ და შემდეგ ციურ მდგომარეობაში მივაწოდოთ. ეს რამდენად სწორი მეთოდი არის? აქაც გვაქვს ერთი შენიშვნა, უნდა გავაცივოთ და არ უნდა გავყინოთ, იმიტომ რომ გაყინული არის ძალიან მაგარი და ატრამვირებს მათ ღრძილებს და შემდგომ ამ დატრამვირებული ღრძილების გელით მკურნალობა უწევთ და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ის საღეჭი სილიკონები არ შეიცავდეს პატარა ნაწილაკებს, რაც ფორმები აქვთ ხანდახან, რომ აი ის მათი ემოციაც და ინტენსივობაც არის ძალიან ძლიერი. ესეთი გინახიათ ალბათ, რომ კანკალამდე მიდიან, ისე ეღეჭავენ და რომ არ მოაძრონეს პატარა ნაწილები. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კონდეს პატარა ფორმა და თუ გავყინავთ, გავაცივოთ და არ მივიყვანოთ გაყინვამდე. როგორ მივხვდეთ, რომ სახლის პირობებში რაღაც სწორად არ მიმდინარეობს აი ამ კბილების ამოჭრის პროცესში და როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს? ხანდახან არის ამოჭრის კისტა.
არ ვიცი თუ გინახავთ ესეთი შეშუპება აქვთ, რომელსაც აქვს მოცისფრო ფერი. არც ამ დროს არის აუცილებელი სტომატოლოგს მიმართოთ, უბრალოდ მნიშვნელოვანია რომ იცოდეთ რომ ამ კბილის ამოჭრის დროს, რადგან კისტორია და ჰემანგიომასავით აქვს, ამოჭრისას იქნება ჭარბის სისხლდენა. და ამ დროს ეშინიათ ხოლმე ექიმებს, რა თქმა უნდა, შეგვიძლია მიმართოთ სტომატოლოგს, რომელიც დაგვამშვიდებს და გვეტყვის, რომ ესეც არსებობს ამოჭრის ერთგვარი ფორმა და არ არის რამე საგანგაშო ანომალია. თუმცა თუ მშვიდი მშობელი ვართ, როგორ უნდა შევხვდეთ ამ ფაქტს, რაიმე დამხმარე საშუალება შეგვიძლია რომ მივაწოდოთ ბავშვს? უბრალოდ ექნება სისხლის სხვა კბილებისგან ამოჭრისგან განსხვავებით. ასევე არსებობს ნეონატალური კბილები, როდესაც ბავშვები იბადებიან კბილებით. კბილებით, კი. კი, ამ კბილებს სამშობიაროშივე იღებენ იმ პრევენციის მიზნით, რომ არ დაატრავმიროს კვების დროს ახალი ამოსთით მათ სამწუხაროდ მას შემცვლელი არ ყავს, მაგრამ მუდმივი კბილი ამოსთის და პროცენტული სტატისტიკით არაფერი არ მიმდინარეობს თანკბილოში ცუდად. იმიტომ რომ ძალიან მოკლედ რო გითხრათ, საწოვარა, რომელი თვიდან შეგვიძლია მივცეთ პატარას, რომ შემდეგ სწორი კბილები ჩამოვყალიბდეს. საერთოდ საწოვარას რეკომენდაციები არ არის, მაგრამ თუ აღმოჩნდა რომ ეს ჩვენ გვიმსუბუქებს ყოფას, აუცილებელია რომ 1 წლამდე შევწყვიტოთ ყველანაირი მაწოვარას გამოყენება. ეს იქნება დამტკბარი სითხეები, რომელიც ადრეულ კარიესებს იწვევს, თუ კვება, ღამის კვება და ასევე მაწოვარა, რომელიც იწვევს შემდეგ ღია თანკბილას და საკმაოდ რთულია მისგან გადაჩევა. იმისათვის რომ ავიცილოთ და კიდევ მნიშვნელოვანია აღნიშნოთ, რომ აუცილებელია სტომატოლოგთან ვიზიტი 6 თვეში ერთხელ. პირველი კბილის ამოჭრით. უღრმესი მადლობა უნდა გითხრათ ასეთი რჩევებისთვის. მე იმედი მაქვს, რომ ცოტათი გავუმსუბუქებთ იმ ახალბედა დედიკოებს და მამიკოებს აი ამ კბილების ამოჭრის პროცესს, რომელიც ხშირად ნამდვილად იწევს ხოლმე ღამის თენებებს უკავშირდება და მართლა ოღონდ ბავშვი არ წუხდეს, ყველაფერზეა ამ დროს მშობელი წამსვლელი. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ საინტერესო თემის განხილვისთვის.